ღირებულებითი განათლების პროექტის ფარგლებში სხვადასხვა სკოლის დირექტორებთან და პედაგოგებთან სამუშაო შეხვედრები გრძელდება. მორიგი ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. სასულიერო პირმა ღირებულებითი განათლების პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი უძღვებოდა. მან დაამსწრა საზოგადოებას ღირებულებითი განათლების პროექტის ფარგლებში ჩატარებული აქტივობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ღონისძიების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების პროგრამის ხელმძღვანელმა ანი კუდუხაშვილმა. შეხვედრას სკოლის დირექტორები, პედაგოგები და ის სასულიერო პირები ესწრებოდნენ, რომლებმაც სხვადასხვა სკოლაში ღირებულებითი განათლების კლუბები უნდა დააფუძნონ. აღსანიშნავია, რომ პროგრამა ღირებულებითი განათლება საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებითა და განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლაში ღირებულებითი განათლების კლუბები ჩამოყალიბდა. ამ დროისთვის პროგრამა 50 სკოლაშია წარმოდგენილი და მასში 1000-ზე მეტი მოსწავლეა ჩართული. პროექტში მონაწილეობა არის ნებაყოფლობითი. როგორც იცით, დააფუძნდა მრავალი კლუბი მრავალ სკოლაში ღირებულებითი განათლების, სადაც მოძღვრები შედიან და კლუბურ რეჟიმში ურთიერთობა გვაქვს ბავშვებთან, სადაც ვესაუბრებით მათ მარადილ ღირებულებებზე, სხვადასხვა საკითხებზე, ვცდილობთ, რომ ბავშვებს ვანახოთ ღიაობა, სურვილი გაუჩნდეთ მათ კომუნიკაციის სასულიერო პირთან და ერთად ვიმსჯელოთ სხვადასხვა საკითხებზე, რომელიც მათ საშუალებას მიცემს, რომ შემდგომში, მომავალში უფრო სწორი ნაბიჯები გადადგან და უფრო მყარად იდგნენ ამ ღირებულებებში გამტკიცებულები უფრო. დღევანდელი შეხვედრაც ამას ემსახურება. თქვენ იცით, რომ უკვე მრავალი კლუბი გახსნილია და ამ ეტაპზე ემატება დაახლოებით 30-მდე კლუბი ღირებულებითი განათლების, ანუ 30-მდე ახალ სკოლაში გაიხსნება ახალი კლუბი და კლუბის დამფუძნებელი მამებიც აქ იკრიბებიან და ამ სკოლის დირექტორები და მასწავლებლებიც, რათა მოხდეს კომუნიკაცია, აუხსნათ მათ, რასთან გვექნება საქმე, როგორი პროგრამა გვექნება და როგორი მომზადება დაჭირდება ამ მუშაობის დაწყებას ამ კლუბებში. ამ პროექტის შესახებ ვიცოდი, ჩვენი სკოლა 1 წლის განმავლობაში გადასული იყო 71 სკოლაში, სადაც აღნიშნული პროექტი ხორციელდებოდა და ძალიან დიდი სურვილი იყო ჩვენი, რომ ჩვენც ჩავრთულიყავით ამ პროგრამაში. ღირებულებითი კულტურის ჩამოყალიბება, განვითარება და ამ მიმართულებით მუშაობა, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს დღევანდელი ვითარებებიდან გამომდინარე. ვფიქრობ, რომ მოსწავლეები ძალიან დიდი სიხარულით მიიღებენ ამას, ვფიქრობ, რომ რამდენიმე ჯგუფი შედგება და ჩვენი მხრიდან, სასკოლო საზოგადოების მხრიდან კლუბს მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება. როგორც პედაგოგი, როგორც დირექტორი, დიდი ხანია ველოდებოდი და მოხარული ვარ, რომ აი ესეთი პროექტი დაიწყო. აუცილებელია ბავშვებისთვის, ეს აუცილებელია ჩვენი მომავალი თაობისთვის, რომ ავგზავნოთ ჯანსაღი, პატრიოტული, ეროვნული თაობა